დღემშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო მოგესალმებით, მეგატივს უყურებთ, ეს გახლავთ გადაცემა შუადღე ქუთაისში. დღეს კინოს დღე გვაქვს, იმედია თავს მხნეც და კარგად გრძნობთ. გადაცემის სტუმარს წარმოგიდგენ, ზალ ხონელიძე გვეწვია ცხადია, ვინ თუ არა ზალი და ზალ თქვენი სახელით ოდესმე შემეშლებოდა ამას ნამდვილად ვერ დაუშვებდი გონებაში, მაგრამ მოგეხსენებათ მეც ადამიანი ვარ, ასე რომ მომიტავე მაპატია როგორ ხარ, გაზაფხულის შემოგზანებას გილოცავ. გამარჯვებას მოგიზღვნით, მეც გილოცავთ გაზაფხულის შემოგზანება და თქვენ არ შეგშლიათ, იმიტომ რომ მე ხშირად მეძახიან ძალიან ხონელიძეს და ამიტომ ეს არ არის შეცდომა, ეს ჩემი ერთ-ერთი სახელი არის და მინდა თქვენც მოგილოცოთ გაზაფხულის დადგომა და ის დიდებული დღესასწაულები, რომელიც მარტში გველის და გვაქვს კიდეც. მადლობა რომ გვეწვიე. მოდი გადავიდეთ ფილმის წარდგენაზე, როგორც ვიცით, ამჯერად ჩემი რიგი იყო, შემერჩია ფილმი და ერთი სული გაქვთ, როდის წარადგენთ. ხო, იმიტომ რომ ეს არის ფილმი, რომელიც არ ვიცი საქართველოში რამდენად პოპულარულია, მაგრამ თუ კი ვინმეს არ აქვს ნანახი, აუცილებლად უნდა იხილოს და დარწმუნებული ვარ, ძალიან ესე ვთქვათ, ჩაფიქრებს. ალბათ ფილმების მთავარი არსიც ხო ის არის, რომ დაგვაფიქროს ხოლმე რაღაცებზე, თუნდაც მცირე დეტალზე, შემდეგ გავანალიზოთ და ისე მოვაგოთ საკუთარ მოდელს, რომ ჩვენი თავის უკეთესი ვერსიები მივიღოთ. თქვენ წარადგინეთ ეს არაჩვეულებრივი ფილმი, თამამად გავუკეთნიერდები და უწოდებ ჩემს. ნამდვილად ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმია, ეს არის პარფიუმერი, რომელიც პატრიკ ზიუსკინდის ნაწარმოების მიხედვით შეიქმნა და როგორც წიგნი, ასევე ფილმი არის იდეალური და ძალიან კარგი, ძალიან კარგად გადაიღო რეჟისორმა ეს ფილმი და ეს ფილმი გვიყვება ადამიანის შესახებ, რომელიც იდეალურად შეიგრძნობს სუნებს, თუმცა ჩემოდენაც ხვირი მას არ აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც იდეალურად შეიგრძნობს ძალიან შორიდან ამ სუნებს. ზალ ერთი შეხედვით ახლა შეიძლება ისე აღწერდე რომ აქ ფილმში ისეთი არაფერი არ იყო საგანგაშო, მაგრამ სხვაგვარად რომ ჩავუღრმავდეთ აი ამ ფილმს, მოდი ვთქვათ რომ მიოლად გასაგები ნამდვილად არ არის. რაღაც ყველა დეტალს უნდა დავუკვირდეთ, ისეთი ლამაზი კადრებია, ისე გვამგზავრებს მე-18 საუკუნის საფრანგეთში, ის რაც შეიძლება მოდის ტენდენციებად ითვლებოდეს დღეს, როგორი შეიძლება ყოფილიყო მაშინ, როგორი იქნებოდა სუნამოები, ეს გიგანტები, თუმცა იქამდე მაინტერესებს თქვენს ირგვლივ ბევრი არის ხო ადამიანი მრავლად მოიპოვება, ვისაც ფილმები უყვარს, რამდენად ხშირად საუბრობენ ამ ფილმზე, რამდენად დიდი პოპულარობით არის საკულტო ფილმია და ძალიან ბევრი ადამიანს უნახავს ეს ფილმი და უყვართ იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ადამიანი ვინც წაიკითხავს ამ ნაწარმოებს, შემდეგ ადარებს ხოლმე წიგნს და ფილმს ერთმანეთს და მე მგონია, რომ ფილმი არ ჩამორჩება თუ უკეთესი არ არის ნაწარმოებთან შედარებით. სუნამოებთან როგორ მეგობრობ თავად? სუნამოებთან მეგობრობ და როდესაც მოხვდები ისეთ გარემოში, სადაც მრავალი სუნამო შემიძლია დავიბკურო, ასე ვაკეთებ ხოლმე და მე ქიმიურ დარტყმას ღებულობენ ადამიანები, ვინც მომიახლოვდება მე და შეიძლება რაღაცით გავდეთ მე და გრენუი ერთმანეთს. ანუ მალე უნდა გავიდე და გავასწროთ, ფაქტობრივად კარგი ბედი არ ველოდება და არა, სუნამოების შექმნით არ ვარ დაკავებული, ძირითადად დაპყურებით. შეიძლება თავიდან ყველაფერი ეგრე იწყება დღეს თანამედროვეობაში, კაცმა არ იცის. მოკლედ ჟან ბატისტი, რომლის ქვეყანად მოვლენა, იოლი საერთოდ არ ყოფილა, მას არ ქონია ბედნიერი ბავშვობა, ის არ დაიბადა ისე როგორც ალბათ ნორმალიზებულია და ეს უნდა ხდებოდეს. მოკლედ ფილმის პირველივე კადრებიდან ვფიქრობ ინტერესი უნდა გაღვივდეს. ნამდვილად. შთამბეჭდავი კადრებით იწყება, როდესაც თევზის და ზღვის პროდუქტების ბაზარში დაიბადება პატარა გრენუი და დედა თვითონ ამშობიარებს საკუთარ თავს. და დედა თავის შვილებზე უარყოფით ზემოქმედების გამო, რბილად რო ვთქვათ, დაექვემდებარება სახლშობელას და გრენუი არის სრულიად უმწეო პატარა ბავშვი, რომელიც გონიათ რომ გარდაცვლილია, მაგრამ ბედის საოცრებად ის გადარჩება და იმ მისტიციზმს, რომელიც მთელი ამ ფილმის განმავლობაში გაასდევს აი ამ ლაიტმოტივად, აი ამ ხაზს, თავიდანვე იწყება და ასევე გრძელდება ბოლომდე ეს მისტიური ხაზი და ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ
ძალიან დიდი ხნის წინ არ არის, მაგრამ საკმაოდ დიდი ხნის წინ გადაიღეს ეს ფილმი, არ კარგავს დღეს აქტუალურობას. ზალ, თქვენ როგორც ისტორიკოს დაგიკითხებით, მე-18 საუკუნის საფრანგეთში რა ხდებოდა? მე-18 საუკუნის საფრანგეთში ძირითადად არსებობდა სამი კატეგორიის ადამიანები. ესენი იყო თავადაზნაურები და სამეფო კარი, რომლებიც დიდებულად ცხოვრობდნენ. სამღვდელოება, რომელიც ასევე დიდებულად ცხოვრობდა და მესამე ფენა, ვისაც ბეჭებზე აწვა მთელი აი ამ მაღალი ფენის წარმომადგენლების ორგიები და აღვირახსნილი შოუები. ამიტომ ჩვენ ვხედავთ, რომ აი ამ ფილმში ზუსტად იმ გაუბედურებულ ადამიანებზე, ძალიან სიღარიბეში და სიბინძურებში ცხოვრობ ადამიანებზე მოგვითხრობს ეს ფილმი და მეორეს მხრივ ფუფუნებაში მცხოვრებ ადამიანებზე, რომლებიც სხვის ხარჯზე და საზოგადოების ხარჯზე არსებობენ და აი კარგად ჩანს, რომ პური და სანახაობა, რომელიც რომაელებმა შემოგთავაზეს თავის დროზე, აქაც არ კარგავს აქტუალურობას და სანახაობის მომსწრე ადამიანები მუდმივად მიისწრაფვიან იმ მოედნისგან, სადაც ადამიანებს სიკვდილით სჭია. ზალ, ჟან ბატისტის ასე ვთქვათ, ქვეყნად მოვლინება, რომ ძალიან ისეთი მტკივნეულია და არარომანტიული ეს უკვე ვთქვით და შემდეგ ეტაპებიც არ არის ეს რო ვთქვათ დალხენილი, ხო? მოხდება რაღაც ქალბატონთან იქაც ცდილობენ რომ ბავშვების სიკვდილით სიცოცხლე გამოასალმონ. როგორ ფიქრობ, აი რა ბედი დაჰყვა ამ ადამიანს დედამიწაზე? როგორც მისი დაბადება, ასევე მისი ცხოვრების მომდევნო ეტაპები მეტად სირთულით არის და ბარიერებით ახსავსე და ისეთ მტაცებლურ გარემოში, რომელიც ის აღმოჩნდა და საზოგადოებაში, სადაც ის იზრდებოდა, რთული იყო გაგეძლო დიდი ხნის განმავლობაში და გრენუიმ შეძლო, რომ ის თავისებურად ყოფილიყო რეალიზებული ადამიანი და გადაწყვიტა, რომ თავის ცხოვრებას მიუძღვნიდა სუნებს იმ პარფიუმერიას თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ პირველ ეტაპზე ამ ყველაფერს და საკუთარი თავის შეგრძნებას, შეცნობას იწყებს ამით. აი ასეთ სფეროში მუშაობს გრენუი და თუმცა იქამდე მან ცხოვრება არ იცის, ხო? არ იცის ურთიერთობები, არ იცის. არა, მას საერთოდ ხო, იზოლირებული ბევრი რამ არ იცის. ბევრი რამ არ იცის და არის საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანიც არის და ვფიქრობ, რომ ფსიქიურადაც ის საკმაოდ არამდგრადი ადამიანი არის. შეიძლება 7 ადამიანი იყოს, მაგრამ ფსიქიურად არამდგრადია მისი მდგომარეობა. შეიძლება ეს თავდაპირველად დაბადების მომენტიდან და გენეტიკურიც იყოს და ასევე ამ ყველაფერს დამატებოდა ის ყოფა, რომელშიც ის ატარებდა ყოველდღიურობას და მეტად ძიმედ აისახებოდა სავარაუდოდ მის მენტალიტეტზე. ამიტომ ჩვენ უყურებთ გრენუის, რომელიც თან იმ ქალბატონის ზეწოლის ქვეშ არის, თან ყველანაირ უარყოფითი გარემო მოქმედებს მასზე და თან თავის რეალიზებასაც ცდილობს და ფიქრობს, რომ ის შეძლებს საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებას. თუმცა შეიძლება ნაკლებად ფიქრობდეს ამაზე განსაკუთრებულად ყოველდღე. მიგაჩნია თუ არა, რომ მისი ცხოვრება და ის სუღნელება, რასაც დაიჭერს ქალიდან მომავალს, იცვლება რაღაც ერთ წამში, როცა კაცი ვისთანაც მუშაობს და რაღაცა ტყავის მიმართულებით რაღაცებს და საკმაოდ გამძლეც აღმოჩნდა ამ კუთხით, ხო? თუ კი ვინმე ვერ უძლებთ საშუალო ხანგრძლივობა 5 წელი ითვლებოდა, გრენუიმ გადააჭარბა ამ 5 წელს. და ალბათ იმიტომ დაინტერესებული ისე სიმპათიური კაცის გულიც მოიგო, ხო, როცა გადაწყვეტს, რომ ქალაქში წაიყვანოს და ტყავები შეერჩევინოს და აქ გადაეყრება მის პირველ მუზას, რომელიც როგორც ჩანს, ფილმის ბოლომდე და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე და წამამდე მის ქვეცნობიერში იყო და შემდეგ გაცნობიერებს თუ რეები გაუშვა ხელიდან მოგეთ. გრენუის ვაკვირდებით, რომ სხვადასხვა ადამიანის ხელში გადადის მისი ბედით, სხეულიც და ყველაფერი და ის შეიცნობს ნელ-ნელა სამყაროს, როგორია, რა არის მისი ინტერესი და ნელ-ნელა ხვდება, რომ მას განსაკუთრებული ყნოსვა აქვს. მას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს სუნებთან, პარფიუმთან, რომელსაც შეიძლება ის არ აღიქვამდეს მის პირველად სამუშაოს ამ ეტაპზე, თუმცა ტყავის ოსტატთან, დაბახთან, როდესაც მუშაობს ის,
მეტად აქტიურად არის ჩართული და გარკვეული მიდრეკილება აი ამ საქმისადმი ჩნდება ზუსტად აი ამ კადრებში. და ის გოგონა, რომელსაც გადაეყრება ქუჩაში. და ფიქრობ თუ არა, რომ მისი მოკლა მას განზრახული საერთოდაც არ ჰქონდა? მე ვფიქრობ, რომ მისი ქმედება, ამიტომაც აღვნიშნე, რომ მისი ფსიქიკური მდგომარეობა მეტად უცნაურია და მისტიურია ზოგადად მისი ქმედებები, საერთოდაც არ ემსახურებოდა ვინმეზე ძალადობას თავდაპირველად ყოველ შემთხვევაში და ის როგორც კონკრეტულად დაინტერესებული ადამიანი სხვა ადამიანების სუნებით და მიხვდა ის რომ მას საკუთარი სუნი და ის კონკრეტული აირი არანაირი არ ჰქონდა ხვდება რომ ის გოგონა რომელიც მას შეხვდა რაღაც შთაგონების წყარო თუმცა კარგად ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა მასთან მიმართებაში და ამიტომაც აი ამ პირველი მსხვერპლიდან იწყება ეს ყველაფერი რასაც უდიდეს პრაქტიკად აქცევს შემდეგ ის. კარგი. როდის და რა მომენტში უჩნდება სურვილი და გავარვებს აზრი, რომ აი ეს ადამიანისგან მომავალი კარგი სუნელი უკვდავებად უნდა აქციოს? მე ვფიქრობ, რომ დასტინ ჰოფმანის პერსონაჟი, რომელიც მასთან იწყებს თანამშრომლობას და გარკვეულწილად რომელიღაც სხვადასხვა ფილმებს მომაგონებს ხოლმე მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობებს ეს ნელ-ნელა მე მგონია რომ სწორედ ეს ადამიანი დახვეწს მის გემოვნებასაც, მის პროფესიულ უნარებსაც დასტინ ჰოფმანის პერსონაჟი, რომელიც ასევე არის პარფიუმერი, ის არის თავარი პარფიუმერი ყოველ შემთხვევაში და ის ცოტა მოდიდან გადასული. მოდიდან გადასული, რომელმაც მოსჭამა თავისი დრო მაგრამ, როდესაც შეიცნობს გრენუის ნიჭს და ის დააკვირდება, რომ მას გრენუის შეუძლია ისევ გააცოცხლოს ჩვენი პარფიუმერის ბიზნესი და ზოგადად შემოქმედება, ის ჩაებღაუჭება გრენუის და ყველანაირად იყენებს მას და ყველანაირად აძლევს გასაქანს გრენუის და მე მგონია, რომ დასტინ ჰოფმანის პერსონაჟთან მუშაობის დროს, პარფიუმერთან მუშაობის დროს გრენუიმ შეიგრძნო რა და როგორ უნდა გაეკეთებინა და ყველაზე იოლი გზა მოეძებნა რომ სუნით დაეტყვევებინა მთელი სამყარო. გამოვიდა კიდეც. ფაქტია რომ გამოვიდა. სიუჟეტს დაუჯერებთ, გამოვიდა. ძალიან საინტერესოა უშუალოდ სუნამოების აგებულების ანუ ეს რაღაცა. თითოეული ნაბიჯი, რომელსაც ოსტატისგან იგებს. შემდეგ იმედგაცრუებული რჩება რაღაც კონკრეტულ მომენტში, ყოიჩი ადანაშაულებს და უკვე იწყებს ხო, საბრალო ფისო შეიწირავს უსულო საგნებიდან სურს სუნის მიღება და მის ტვინში რაღაც გარკვეული ცვლილებები უფრო და უფრო მძაფრდება. აი ზუსტად ამას გულისხმობდი, როდესაც მის პროფესიულ ზრდაზე საუბრობდი. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიტყვით, რომ რაღაც მრავალი კუთხით მისი ქმედება არის ამორალური და არ შეესაბამება ადამიანურ ქცევას და ეს რეალობაც არის. თუმცა ის ცდილობს, რომ ეს ყველაფერი გაამართლოს იმ სურვილით, რომ ახალი სუნების მიღება სურს და არსებობდა მაგალითად იაპონიაში რაზმი 731, რომელიც ადამიანებს ატარებდა ცდებს და საშინელ ცდებს გეტყვით და უნდოდა რომ კაცობრიობისთვის უფრო უკეთეს ხერხები მოეგონებინათ, რომ მათ დიდხანს ეცოცხლათ. თუმცა ამ ყველაფერს შეეწირა ძალიან ბევრი ადამიანი და ალბათ ასე ფიქრობდა გრენუიც, რომ იმ უკვდავების სურნელს თუ საოცარ სუნს ის გამოიმუშავებდა, შექმნიდა, რითაც დაიმორჩილებდა მთელ სამყაროს და შეიძლება როგორც ფილმის მომდევნო ეტაპებზე ჩანს, საერთოდ არაფერი არ სურდა მას, არც ვინმეს მორჩილება ან ვინმეზე ძალადობა ან გაბატონება, მაგრამ მისი სურვილი იყო, რომ იდეალური მდგომარეობისთვის მიეღწია პარფიუმერის სფეროში. მას სჭირდებოდა 12 მსხვერპლი. საინტერესო იყო, არ ვიცი ხა როგორ აღწერდა, რამდენად ეთიკურია აი ამ განსხვავებული სურნელების მიღების ხერხები და მეთოდები, რომელიც მან შეიმუშავა. მან გადაწყვიტა, რომ ამ სურნელების მიღების თავარი და ერთადერთი გზა იყო ადამიანებისგან მათი შექმნა და მიწყებს უკვე მსხვერპლებზე ნადირობას. ესენი არიან გოგონები, რომელთა სუნსაც ის საკმაოდ დიდი მანძილიდან შეიგრძნობს და ნელ-ნელა აი ფილმშიც ჩანს, რომ იმ მსხვერპლებს
ყველას ვინც კი აინტერესებდა მას და დარჩება ერთი სანუკვარი მიზანი, რომ მან შეკრას ეს წრედი და მე-12 სურნელი შესძინოს თავის კოლექციას. ხო, მე-12 სურნელის მოსაპოვებლად და ძალიან დიდი ბრძოლა დასჭირდა. აქ თქვენ საუბრობდით დაბალ და მაღალ ფენაზე, რომელიც იმდროინდელ საფრანგეთში იყო გაბატონებული და სწორედ მე-12 სურნელი იყო რაღაცა მიუწვდომელი ვარსკვლავი, ხო? ერთულად მიღწევად. აქ შემოდის პერსონაჟი, ის გოგონა, რომლის მამაც გახლავთ ალან რიკმანის პერსონაჟი და ჩვენ ვაკვირდებით აი ამ სიუჟეტის განვითარებას, როდესაც ბოლო, როგორც მეხუთე ელემენტშია, მსგავსი სცენარით მიდის აი ამ მე-12 მსხვერპლზე მუშაობა და მეტად რთულია, მაგრამ სამწუხაროდ საზოგადოებისთვის და მისთვის საბედნიეროდ ის ამას შეძლებს და მიაღწევს სრულყოფილებას იმ დარგში, რომელსაც მოკიდა ხელი. კეთილი, ძალიან იცით, როგორ დაახასიათებთ თქვენ ჟან ბატისტის პერსონაჟს? მთელი თავისი ტემპერამენტით, ბავშვობით, მისწრაფებებით, სურვილებით, როგორც ადამიანს გიჩნდება თუ არა თანაგრძნობა, რომ ის რაღაცა მოცემულობამ, მდგომარეობამ და უიღბლობამ შეიწირა. მე მგონია, რომ ის არ არის ორდინალური ადამიანი და რიგითი ადამიანი. მას აქვს გარკვეული მისწრაფებები და ამ მისწრაფებების დაკმაყოფილებას ცდილობს მის ხელთ არსებული, მის გონებრივ შესაძლებლობებში არსებული უნარებით. ამიტომ მე მისი ქმედებები არ მიმაჩნია ნორმალურად, რადგან ყველა გზის და ყველა ხერხის და იმისთვის საკუთარ მიზანს მიაღწიო, რა თქმა უნდა, არ ამართლებს და არც არის სწორი. მე მიმაჩნია მაინც შეშლილად, რომელიც საკუთარი იდეების განხორციელებას ცდილობს. თუმცა შეშლილობის მიუხედავად და ამდენი მკვლელობის მიუხედავად ბოროტ ადამიანად მაინც ვერ წარმოიდგენს საზოგადოება და მე ამასთან მიმართებაში რამდენიმე ადამიანისთვის და ბევრი ადამიანისთვის დამისვამს შეკითხვა და უარყოფით ცუდ პერსონაჟად მაინც არავინ არ ახასიათებს მიუხედავად ამდენი მკვლელობის. ხო, კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ იმ თემას, რომ მან ურთიერთობები არ იცოდა, ცხოვრება არ იცოდა, თუნდაც კოცნას ნანახი არ ჰქონდა და რაღაცებს ყველაფერს სხვაგვარად უკვირდება. ფიქრობ თუ არა, რომ აი ამ მასობრივ სცენაზე როცა გადავალთ, იქ ხედავს, ანუ ეს განაპირობებს და ცრემლიც კი მოსდის, ხო? და ტირის და ისევ ის გოგონა ახსენდება, ვინც პირველი მუზა იყო. რა გარდატეხას განიცდის ფილმის სხვადასხვა ეპიზოდში? ფიქრობ, რომ ის იდეალური სურნელი, რომელიც მან გააფრქვია, ამ სურნელო მასეც იმოქმედა და გააღვიძა მასში ის გრძნობები, რაც ამდენი ხნის განმავლობაში მიძინებული იყო. ამიტომ მას გაახსენდება ის გოგონა, რომელიც პირველად იხილა და როგორც ქალს შეხედა, როგორც იმ მუზას, რომელმაც ყველა საქმეს მოაკიდებინა ხელი, ყველა იმ დეტალს შეახედა. ყოველ შემთხვევაში პირველი შთაბეჭდილების შედეგად აი ამ გოგონადან დაიწყო ყველაფერი და ის ხვდება, რომ ადამიანს შეიძლება უყვარდეს სხვა ადამიანი. ადამიანებს შეიძლება გარკვეული გრძნობები ჰქონდეს ერთმანეთთან და არ იყოს მაგალითად მხოლოდ საჭიროება და აი საჭიროების გამო ურთიერთობდნენ ადამიანები ერთმანეთთან. და გრენუის ფსიქიკური მდგომარეობა აქაც კარგად ჩანს, რომ ის არც გაწონასწორებული, არც როგორც ჩვეულებრივი ადამიანი ისე არ მოქმედებს და უცნაურია ზოგადად და მისტიური მისი ყოფა აი აქ ბოლო კადრებში ჩვენ ვაკვირდებით აი ამ ყველაფერს. ზალ, მიგაჩნია რომ სურნელს და სუნამოს შეიძლება ამგვარი მაგიური ძალა ჰქონდეს, რომ ირგვლივ ყველა დაატყვევოს, იმიტომ რომ თუ კი სიკვდილის ჭილი იყო და ჩვენ ფილმის საწყისებში, როცა ფილმი იწყება, იქ ხედავთ როგორ უნდა დასაჯონ, როგორ უნდა აწამონ, იქვე არის ჯვარი და სატანად შერაცხულია, შემდეგ მისი წინაშე ყველა მოიყრის ფეხს და ამბობს რომ ანგელოზია, ხო ეს ადამიანი შეუძლებელია ფაქტიურად დამნაშავე იყოსო. ანუ აქ სურნელის მაგიურობაზე თუ ალეგორიულად თუ გადმოვიტანთ, რა შეიძლება სუნამოს ადგილზე წარმოვიდგინოთ. რა თქმა უნდა, ალეგორიულად არის და სიდიადე ამ ფილმის ნაწარმოების უბრალოდ აქ არის რამდენად მოჩვენებითი შეიძლება იყოს ბევრი რამ. აი ამ სურნელის შემთხვევაში შეიძლება ეს იყოს ადამიანის გავლენა, ადამიანის ქონებრივი მდგომარეობა,
ადამიანის თუნდაც სხვისი დარწმუნების უნარი რაღაცაში. მაგრამ აი ამ სცენაშიც კარგად ჩანს, რომ რაღაც ეტაპის შემდეგ ადამიანები ხიზლდებიან და დიდხანს ვერ გაჰყვებათ ის ილუზია, რომელიც მაგალითად ჟან-ბატისტ გრენუიმ შეუქმნა მათ. ჩვენ ვაკვირდებით, რომ გრენუის ჰქონდა უნარი შეეცნო ემპირიული წესით, ცდების წესით სამყარო და თუ მის სუნამოს შეეძლო დადებითი ემოციები გამოეწვია საზოგადოებაში, ასევე შეეძლო უარყოფითი ემოციებით გააჩნია, როგორ იქნებოდა გრენუი ამ შემთხვევაში განწყობილი საზოგადოების მიმართ და მე ვფიქრობ, რომ ის ჯადოსნობა და ჯადოქრობა, რაც აი ამ ფილმში ჩანს, მაინც ალეგორიულია და რა თქმა უნდა, რეჟისორი მიგვანიშნებს, რომ ის ილუზია, რომელსაც გვთავაზობენ ადამიანები, შეიძლება სულად არ აღმოჩნდეს ისეთი და არ აღმოჩნდეს სიმართლე და კარგად უნდა ჩაუღრმავდეთ აი ამ ფაქტებს. და აქ არის ისევ ალან რიკმანის პერსონაჟი, რომელზეც ფაქტია, რომ არ მოქმედებს თავდაპირველად გარკვეულ მანძილზე ამ სუნამოს ენერგია და მომლუსხველობა და ის ცდილობს, რომ ყველაფერი დაადგინოს როგორია რეალობა, მაგრამ მაინც გარკვეულწილად დაემორჩილა იმას, რასაც დანარჩენები ემორჩილებოდა. ზოგადად საფრანგეთის ისტორია ისე არის მოწყობილი აი ამ პერიოდში განსაკუთრებულად, რომ ეს სფერო, რომელსაც ქვიოდა ადამიანის მართვის ხელოვნება, იდეალურ დონეზე ყავდათ მონარქებს აყვანილი და შეიძლება ამასაც დასცინის და ეხმაურება პატრიკ ზიუსკინდის ნაწარმოები, როგორ შეეძლო ადამიანებს ილუზიაში ეცხოვრათ. კარგი, ზაალ, მოდი ცოტა ერთმანეთთან პარალელები გავალოთ იმ ეპოქასთან და თანამედროვეობაში და დაუბრუნდეთ იმ სცენას, როცა კომენდანტის საათის გამოცხადებაზე არის ხო საუბარი, თუმცა იქვე დიდგვაროვნები ამბობენ, რომ ამით მათი ბიზნესები განიცდიან ზარალს. რაღაც პარალელები გადმოვიტანოთ ახლა ჩვენთან, თუნდაც აი ეს ეპიზოდი, როცა მე-12 მსხვერპლი და მისი დიდგვაროვანი მამა აი ეს ზეიმი არის ქალაქში, აი ეს დაიჭირეს ეს დამნაშავე ლამის სერიული მკვლელი, თუმცა შემდეგ ვიგებთ, რომ საერთოდ სხვა ადამიანი. სრულიად სხვა ადამიანია, რომელმაც გავსი რაღაცები გადმოვიტანოთ ახლა ჩვენს. დიახ, ეს აპრობირებული მეთოდი შეიძლება იყოს ზოგადად, ან უბრალოდ ფაქტების დამთხოვა იყო, ან მსგავსი ისტორიების განმეორება შეიძლება იყოს ჩვენს ეპოქაშიც და იმ ეპოქაშიც, როდესაც მაგალითად ვიღაცის ბიზნეს ინტერესებს შეექმნა იქ პრობლემები, მათ გადაწყვიტეს, რომ სხვისი ჭირი ღობეს ჩხირად ექციათ ამ შემთხვევაში და არაფრად დაგიდევდნენ მაგალითად ადამიანების უსაფრთხოებას. დღეს რეალობაში ახლა ირანსაც თუ შევხედავთ და დანარჩენ სამყაროსაც ყველა მმართველის სურვილი არის დაახლოებით ასეთი, რომ თან ადამიანები იყვნენ მოსახლეობა იყოს კმაყოფილი, თან თავრობაც იყოს კმაყოფილი და თან ყველაფერი ერთად რაღაც ჰარმონიას ქმნიდეს, მაგრამ ძალიან რთულია ამ ყველაფრის მიღწევა და სრულ ჰარმონიაში ყოფნა. ამიტომ დღესაც როგორც აი ამ ფილმში კარგად ჩანს 1700-იანი წლების ეპოქა და დღესაც იგივე ხდება აბსოლუტურად გავლენების სფეროების აი თუნდაც იმ კონკრეტული მომენტში, როდესაც საკუთარი ბიზნესების წარმოებაზე ფიქრობდნენ, მათ ნაკლებად აინტერესებდათ სხვა ადამიანების უსაფრთხოება და როგორ იყო საზოგადოების ფენებს შორის დაპირისპირება და საზოგადოების ფენები როგორ არის დაყოფილი ინტერესების მიხედვით. დიდრებს სხვა ინტერესები ჰქონდა, ღარიბებს სხვა ინტერესები ჰქონდა, მაგრამ საერთოდ სხვა ინტერესი ჰქონდა. და ჟან-ბატისტ საერთოდ ნაკლები ინტერესი ჰქონდათ აი ამ ადამიანების მიმართ და ეს ძალიან კარგად ჩანს ამ ფილმში. კარგით, მოკლედ დიდგვაროვნებმა მამამ მე-12 მსხვერპლის გადამალვა სადარსცადა. თუმცა არ იცოდა მან, რომ კონკრეტულად მას დასდევდა გრენო. ხო, თუმცა ჰქონდა ეჭვი, იმიტომ რომ ეუბნება ქალიშვილს ლამაზ გოგონებს არჩევს, მასთან სექსუალური ტოლები არ აქვს ამ გოგონებთან, უბრალოდ თითქოს რაღაც კოლექციას ამზადებს, აგროვებს უბრალოდ და შენზე ლამაზი აქ არც არავინ არ არის. შეიძლება ეს ერთგვარი მშობლის წინათგრძნობა იყო საფრთხე
წინადრომაც იყო და დიახ. ამისთვის. უსაფრთხოების თვალსაზრისით. მებრძოლი მამა, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს საკუთარი შვილის დაცვას, წარმოადგენს იმ მაღალი წოდების ფენას, რომელიც ბატოობდა აი ამ უბრალო ადამიანებზე და მას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ საკუთარი შვილი დაეცვა უფრო მეტად, ვიდრე რიგით ადამიანებს დანარჩენი საზოგადოებისგან, თუნდაც პარფიუმერი გრენუისგან. მაგრამ იმ ადამიანებს, ვისაც საერთოდ არ ქონდა საშუალება მსგავსი ღონისძიებები ჩაეტარებინათ, ისინი უკვე უმწევო მდგომარეობაში იყვნენ. ამიტომ ის უთანასწორობა კარგად ჩანს ამ ფილმში, როგორ შეიძლება განსხვავდებოდეს რამდენიმე პროცენტი საფრანგეთის მაღალი ფენის წარმომადგენლების კარგი ცხოვრება და პირიქით დაბალი ფენის რთულად ყოფნა. მაგრამ ეს ამამას ავიწყდებოდა და ალბათ არ იცოდა რომ ჟან-ბატისტ გრენუის იმგვარად ქონდა ყნოსვა განვითარებული რომ თუ კი საერთოდ სხვა კონტინენტზე წაიყვანდა ვფიქრობ მისი პოვნა არ იქნებოდა რთული. აქაც ალეგორიულად რო შევხედოთ ზედმეტად ცნობის მოყარე და მიზანდასახული ადამიანი შეიძლება გამოვიყენოს 900-ს გადაივის და თავის მიზანს მაინც მიაღწევს. კარგი გაგებით რა თქმა უნდა, კარგი ეს ყველაფერი და ბოლომდე იბრძოლა გრენუი რომ თავისი საქმე დაესრულებინა და ამ ხრივ კარგია, მაგრამ რაც გააკეთა, რა თქმა უნდა, უარყოფითი და ცუდი ჩაიდინა და აქ კარგად წარმოაჩინა რეჟისორმა ბევრ ასპექტში ალეგორიას იყენებს ხოლმე და გრენუი ცდილობს, რომ საჭირო დროს, საჭირო მომენტი შეარჩიოს თავისი მსხვერპლის მოსაპოვებლად. ამიტომ აქ ახლა ჩვენ გრენუის სახით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელიც სრულყოფილებას ეძებს, მეტქონებას ეძებს, მეტ ურთიერთობას ეძებს ადამიანებთან და ამისთვის ყველაფერს აკეთებს და რისკზეც მიდის. ადამიანები, ვინც რისკზე არ მიდიან, ყველაფერს კარგავენ და არც აქვთ რაიმე კონკრეტული მიზნები. ამიტომ გრენუი არის მიზანსტრაფული ადამიანი, რომელიც ცდილობს ეს ყველაფერი მოიპოვოს, მაგრამ თან ფრთხილადაც ფრთხილობს და ნელ-ნელა აკეთებს ამ ყველაფერს. აი ის გოგონა მაღალი ფენის წარმომადგენელი, რომელიც მუდმივად მამის დაკვირვების ქვეშ არის, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც მსხვერპლი, რომელზეც აშკარად ნადირობენ და არის ის სანუკვარი ოცნება, რომელზეც ყველა ადამიანი ცხოვრების განმავლობაში რაღაცას მიზნად დაისახავს და აი როგორც ამ გოგონასკენ ილტვის გრენუი, ასე მიდის ნებისმიერი ჩვენგანი ალბათ რაღაც წერტილისკენ. კარგი. რაღაც მომენტში მქონდა განცდა, როცა ამ ფილმს უყურე, თან ერთი კვირის შუალედში დაახლოებით 2 გზის ვუყურე და მქონდა ეს ბედნიერება. მქონდა განცდა, რომ თითქოს ვერ გაიმეტებდა, აი განსაკუთრებით მაშინ როცა გაიღვიძებს და ხედავს. და არც გოგონამ დაიცვა თავი და სხვათა შორის ყვილს და რაღაცებს არ მიმართა. კი, აქ არის სცენები, როდესაც ძალიან დიდი გაძალიანების თუ მსგავსი ძალადობის ფაქტებიც კარგად არ ჩანს და ალბათ თავისებური შარმი, რომელიც გრენუის ჰქონდა, ალბათ ზემოქმედებდა აი მის ყველა მსხვერპლებს და ამ შემთხვევაში ჩვენც უნდა დავაკვირდეთ აი ეპიზოდს, როდესაც გოგონა არც კი ცდილობს იბრძოლოს, რადგან ეს შეგვიძლია წარმოვიდგინოთ საკუთარ ბედის წერად, როდესაც რაღაც არის გარდაუვალი და მაინც მოხდებოდა, ხშირად ამობენ ადამიანები, რომ ეს იყო გარდაუვალი და ეს მაინც მოხდებოდა და ასე შემდეგ. ამიტომ ეს გოგონაც შეგუებულია ბედს და გარკვეულწილად თუ რაღაც ფანტაზიას მივცევთ გასახანს, შეიძლება ამაყიც კი იყო, რომ გრენუის საბოლოო დანიშნულების წერტილი აი ამ გოგოსთან მიდიოდა და აი ამ გოგოს ხელში ჩაგდების შემდეგ ის შეწყვეტდა აი ამ საშინელ საქმიანობას და შეიძლება ასეც აღვიქვათ ეს, რომ ამით ყველაფერი დასრულდებოდა. თუმცა როგორც იმ ოჯახის წევრს და სხვა ოჯახის წევრებს, რომელთა დაცვლის სხეულებსაც პოულობდნენ ეს ადამიანები, ვერაფერ ვერ დავამშვიდებით. ახლა რომ გრენუის რაღაც დიდებული იდეა ჰქონდა და ვაი და კიდე გაჩენოდა ამ სიტუაცია, ხო, არის კონკრეტული ცხოვრება. ამით კაცობრიობას გადაარჩენდა რაიმე დიდებულს შექმნი და ამით ვერ დავამშვიდებთ იმათ მშობლებს და ახლობლებს. ზალ, ნახე პური და სანახაობა, რაც პოპულარული იყო თავის დროზე სხვა მეთოდებით, არც დღეს დაუკარგავს აქტუალურობა. გადავიდეთ ახლა ბოლო შემაჯამებელ სცენაზე, რომელიც საკმაოდ შთამბეჭდავია.
და მასში ყველა ფენის ადამიანი არის ჩართული, რომლებიც იდეაში მივიდნენ იმისათვის, რომ ენახათ ჟან ბატისტის სიკვდილის დასჯა რამდენად დაინტერესებდა როგორი იყო ის ზოგადად ან ვინ იყო როგორ გამოიყურებოდა. ამას თამბიჭდავია ეს სცენა მთელი თავისი არსით, ან რა სურდა ეთქვა რეჟისორს როგორ ფიქრობ? ზოგადად საფრანგეთი მსგავსი შოუებით ბჭყალებში განებიურებული იყო და იქაური საზოგადოება იყო დიდი ინტერესით აღჭურვილი, რა მოხდებოდა, როგორ მოხდებოდა, ვინ იყო სინამდვილეში ეს ადამიანი და დღესაც საზოგადოება არ შეცვლილა ცისფერ ეკრანებთან თუ სოციალური ქსელების მეშვეობით, ვცდილობთ გავიგოთ რაღაც, დავაკვირდეთ ვიღაცის ცხოვრებას და გავაკეთოთ ესა თუ ის დასკვნა. ან შეიძლება აი ვიღაც დამნაშავის ნებისმიერ ადამიანის ცხოვრებიდან რაღაც ავიღოთ ჩვენთვის სასიკეთო და უფრო უკეთესი ადამიანები გავხდეთ. თუმცა ამ შემთხვევაში საფრანგეთი არის შუა საუკუნეებში ნათელი მაგალითი იმისა, რომ რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადასატანად ხშირად თავაზობდნენ ასეთ შოუებს საზოგადოებას და როდესაც მსგავს პრობლემებზე აღშფოთდებოდნენ ხოლმე და დაიწყებდნენ ლაპარაკს და ვერ მშვიდდებოდნენ კვირების განმავლობაში, ავიწყდებოდათ, რომ ისინი რეალურად მშიერები იყვნენ მაგალითად, ან რაიმე რაღაც ისეთი პრობლემები ჰქონდათ, ყურადღების გადატანის კარგი და რეალური მეთოდი არსებობდა ასეთი. კი, და ეს სცენა მითხარი ახლა. საინტერესოა თქვენთვის როგორც მაყურებლისთვის. როცა ირგვლივ ყველაში და რაღაცა ავიწყდებათ, ხო? მათი მორალური ღირსებები, თან კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ აქ სასულიერო პირებიც არიან. ყველა აბსოლუტურად. ხო, ყველა. აქ რეჟისორი ჩემის აზრით გვაჩვენებს, რომ ადამიანი არის ადამიანი, რა თანამდებობის არის, რა პროფესიის არის, ადამიანს აქვს ბუნებრივი მოთხოვნილებები, რომელსაც იკმაყოფილებს მიუხედავად მისი ასაკისა, მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა და ყველა ადამიანი არის მაინც ერთნაირი საბოლოო ჯამში. ამის ხსენება და ჩვენება სურდა რეჟისორს და რამდენად შეიძლება ადამიანმა თქვა დაკარგოს თავისი რეალური სახე ან დაივიწყოს დროებით და აქ კარგად ჩანს სცენაში და ამბობს კიდეც თხრობელი რომ ადამიანებს ცუდი ნაბახუსევის მსგავსი დიახ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და აი ასეთ მდგომარეობაში აღმოჩენილი ადამიანები ცდილობდნენ რომ ეს დღე დაივიწყებინათ, რადგან იმ შემთხვევაში ყველამ დაკარგა საკუთარი სახე და ყველა მიეცა იმ წუთიერ განცხრომას, რომელიც შეიძლება ნებისმიერი ადამიანისთვის იყოს გამოცდან ცდუნემო მაგალითად. ამიტომ ძალიან კარგი სცენა არის ზოგადად თავისი ბატალურობით, თავისი მასობრიობით, ბატალურობით, იმიტომ რომ ადამიანები იწყებენ უკვე მანამდეც საკუთარ თავთან ჭიდილს, საკუთარ თავთან ბრძოლას, როგორ უნდა მოიქცენ და აი დაკარგონ საკუთარი თავი თუ არა და ნელა მაინც კარგავენ და უკვე მომდევნო სცენაში ისევ საკუთარ თავთან გრძელდება ბრძოლა, როგორ მოიქცა, რანაირად მოგეცა, რა დააშავა და როგორ უნდა გამოასწორეს ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ იქ რა დასკვნამდე მივედით, რომ ყველაფერი უნდა დაივიწყოს. და ჟან ბატისტის გადაწყვეტილება რას ემსახურებოდა? თითქოს აიხდინა სანუკარი ოცნება ერთადერთი იყო ეს ოცნება, რაც მათ ჰქონდა და შეიძლება მისი სუნამო იყო ასე რომ ვთქვათ, ღვთაებრივი, მაგრამ მან ვერ შეძლო ვერავისთვის თავი შეეყარებინა. ეს იყო მიზეზი მისი გადაწყვეტილების, თუ როგორ ფიქრობთ თქვენ? ჩვენ ვუყურებთ თხრობელს და ვუსვენთ თხრობელს და ის ასე აღწერს მის ყოფას. ეს დაახლოებით იმას გავს, როდესაც ძალიან მდიდარი ადამიანები მხოლოდ ფულის სტომრებად არიან აღქმული საზოგადოების მხრიდან და ამბობენ, რომ მხოლოდ ანგარების გამო სჭირდებათ სხვა ადამიანებს და მე ვფიქრობ, რომ მართლაც რთულია ამ ადამიანების ცხოვრება და აი გრენუის გვაჩვენებს როგორი შეიძლება იყოს ადამიანი წარმატების კუთხით, წარმატებული ადამიანი რას ნიშნავს ზოგადად, რას ვთვლით ჩვენ წარმატებად, რა არის ეს კრიტერიუმები და გრენუი გადაწყვეტს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მან ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია
საბოლოო ჯამში მაინც სხვაგვარად დაამთავროს თავის სიცოცხლე მიუხედავად იმისა, რომ ხდება ის, რომ მას შეუძლია გავლენა ჰქონდეს საზოგადოებაზე და საკმაოდ დადებითი გავლენა. თან იმდენი წვეთი იყო აი ამ სუნამოში, რომ მთელ სამყაროს დაიმონებდაო. Როგორი საინტერესოა ფილმის ფინალიც მიდის იქ, სადაც დაიმონდა, ხო? ხვდება იქ, სადაც მოევლინა ქვეყანას. და თან როგორი გაყინულია დრო, ხო? იქ ისევ ის არის, რაც მისი ქვეყანად მოვლენის დროს ხდებოდა, ხო? იგივე სიბინძურე, იგივე ადამიანების შეშლილი და გავთვითცნობიერებელი იერით, ანუ ძალიან მტკივნეული და ესეთი არის. იმის მიუხედავად, რომ შეება მანიაკად აღვიქვათ ეს ადამიანი, მისი აღსასრულიც არის ძალიან ისეთი. მე ვფიქრობ, რომ გრენუის ცხოვრება სიმბოლიზმით იყო აღსავსე და თვითონაც ასე გადაწყვეტს, თუმცა ერთი შეხედვით ვინც ხედავს აი ამ ადამიანს, მაინც ვერ დაარქვეს მას დამნაშავეს და რაღაც ლოგიკურ დასასრულს ეძებს, როგორ დაასრულოს ალბათ სიცოცხლე და ეს სცენა მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანები არ იცვლებიან. არ იცვლებიან მენტალური თვალსაზრისით, ადამიანები რჩებიან ისეთივე დაუნდობელი ხასიათით, ისეთივე მოსიყვარულე ხასიათით. ანუ ეს ყველაფერი აბალანსებს ერთმანეთს და პროპორციულად საზოგადოების რაღაც ნაწილი ხდება მუდმივად ან ზიზღის მფრქვეველი, ან სიყვარულის მფრქვეველი. ამიტომ ამ შემთხვევაში, როდესაც გრენუიმ ფაქტობრივად გააერთიანა ეს ორივე გრძნობა და უთხრა მათ, რომ მიანიშნა, რომ ის მზად იყო მათ დამორჩილებოდა ეს ადამიანები შეჭამენ გრენუის და მისგან მხოლოდ 60 დარჩება და რომელსაც მეორე დღეს დილით დაინაწილებენ ადამიანები. დაიღებენ საცხოვრებელში. რას გქონდა? რთულია. რთულია ზოგადად იმდენი თემა არსებობს აი ამ ფილმში, რომ საბოლოო ჯამში ერთ რაიმეზე ჩამოყალიბდეთ, თუმცა მაინც გავამახვილებ ყურადღებას, რომ ყველანაირი სიკეთე, ყველანაირი მატერიალური უზრუნველყოფა საბოლოოდ უნდა დადიოდეს და ემსახურებოდეს ადამიანების სიყვარულს. ან რაღაც ადამიანთა დიდი რაოდენობა თუ არ იქნება, რაღაც გარკვეულ კატეგორიას ადამიანებისას უნდა ჰქონდეს შენზე, როგორც ადამიანზე დადებითი დამოკიდებულება და დადებითად უნდა გახასიათებდეს. ამიტომ მე მგონია, რომ გრენუი მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სოფლიო ბატონობისთვის მიაღწია, მაინც უბრალო ადამიანივით და როგორც უბრალო ადამიანმა ისე დაასრულა ცხოვრება. ანუ სიყვარულის გარეშე ფასი არაფერს არ აქვს. კი, და ის სიცარიელი, რომელიც ადამიანს აქვს უსიყვარულობის დროს, აუცილებლად შესავსებია და ამ შესაბაზე ყოველდღურად უნდა ვფიქროთ ასე მგონი. ვინ არის ამ ფილმის საუბნისნი აუდიტორია? ნუ ვის ურჩევ რომ იხილოს? გამომდინარე იქიდან, რომ არის სცენები, რომლის ხილვაც შეიძლება ბავშვებისთვის არ იყოს რეკომენდებული, ვინც გადაწყვეტს რომ უყუროს, წაგებული არ დარჩებაო როგორც ვამბობთ, მაგრამ მაინც ბავშვებმა მაინც არ უნდა შეიკავონ აი ამ ფილმის ყურებისგან. მე ასე მგონია. რაც შეეხება მიზანსტრაფულობას, რაც შეეხება მისტიციზმს, რაც შეეხება საფრანგეთის მე-18 საუკუნის ყოფას, ვისაც ეს აინტერესებს და ზოგადად პარფიუმერის სფერო, ვისაც აინტერესებს, მათთვის ეს ფილმი არის 64-ის ნაწილი. დიდი მადლობა რომ დრო დაგვითმეთ, კარგ დღეს გისურვებთ, დაახლოებით 1 კვირის დაგემშვიდობებით და მაინტერესებს, სამკლავს ინტერესი თუ რომელ ფილმზე გააკეთეთ არჩევანს. დარწმუნებული ვარ, რომ რაიმე დიდებულ ფილმს მივაგნებ, რომელსაც თქვენ შემოგთავაზებთ. დროებით დაგემშვიდობებით, მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი. ზალხონელიძე გახლდათ ჩვენთან სტუდიაში, მე ნანა თევდორაძე ვარ, როგორც მოგეხსენებათ, ლიკე ჩოგავაძე მუშაობს ხოლმე კადრს მიღმ, მადლობა მას თავდაუსო გავიშრომისთვის, კარგ დღეს გისურვებთ და გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით ნახვამდის.